მოგესალმებით, დღეს გაჩვენებთ Asus-ის gaming laptops. Სანამ უშუალოდ ლეპტოპზე გადავიდოდეთ, ნახოთ რა დევს ყუთში. გადავდოთ ჩვენი ყუთი გვერდით და გავხსნათ ლეპტოპი. მოდი კამერას შემოვაყენოთ, როგორ გავინახოთ. ჩავდოთ ლეპტოპი. როგორც ხედავთ, კლავიატურაზე აქვს RGB განათება. ჩაირდება ლეპტოპი, ნახოთ მისი მახასიათებლები, რა მახასიათებლები აქვს. როგორც ხედავთ, პროცესორი არის i5 13 თაობა. ოპერატიული მეხსიერება აქვს 16 გიგაბაიტიანი. რომლის სიჩქარე აქვს 5600 MHz DDR5-ზე. ასევე შეგვიძლია მეორე მსგავსი მონაცემების ოპერატიული მეხსიერება დავამატოთ. ასევე SSD არის 1 ტერაბაიტიანი M2 ტიპის. ასევე გვაქვს RTX 5050 8 გიგაბაიტიანი GDR7-ზე. ეკრანის არის გარჩევადობა 1920-1200-ზე. ახლა დავაყენებ ამაზე Windows და გავტესტოთ შემდეგ სხვადასხვა თამაშებზე ამ მონაცემებით, როგორ ექნება FPS-ი. ახლა გავეცნოთ Asus-ის TUF Gaming Mouse M3 January 2. გავხსნათ და ვნახოთ ვიზუალურად. ნახოთ წესიდანაც RGB ფერები აქვს და ჩვეულებრივად ეს ჩვენი მაუსიც უნდა განათდეს. ხედავთ ჩვენი მაუსიც იცვლება სხვადასხვა ფერით. განვიხილოთ HyperX-ის Solocast-ის gaming მიკროფონი, გავხსნათ ყუთი და ვნახოთ შიგნით როგორი არის. რომელსაც აქვს თავზე სენსორული ხილაკი და ხმის გამოთქვა თუ დაგვჭირდა უცებ, შეგვიძლია დავაჭიროთ თავზე და ავტომატურად გამოირთვება ხმა. კაბელი შესაერთებელი. არ დაგჭირდებათ დამატებითი დრაივერები, რომელიც დამატებით მიკროფონის ინსტალაციას მოითხოვს. როგორც ძნელადაა შეხვეული. გამოვიეთ. შევაერთე კომპიუტერზე მიკროფონი, სადაც ვხედავთ, რომ თავზე აქვს ეგრეთ წოდებული დამიუთების ხილაკი. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ წითელი ნათურა ანთებულია და ნიშნავს, რომ ჩვენი მიკროფონი გააქტიურებულია და მუშაობს. თუ დავაჭერთ ზემოთ დამიუთების ხილაკს, ჩვენი მიკროფონი გაითიშება და წითელი ნათურაც ჩაქვდება და რა თქმა უნდა ხმა არ შედის კომპიუტერში. ახლა ავაწყობ მთლიან სეტს, თან დავტესტავ თითოეულ მათგანს, გაგიზიარებთ ვიდეოს ბოლოს. როგორც ხედავთ, გახსნილი მაქვს RDR2-ის თამაში. მარცხენა ზედა კუთხეში ჩვენ დავინახავთ FPS-ის ნაჩვენები.
ფერდებს. თვალი მიადენეთ, თუ როგორ იცვლება FPS-ის მაჩვენებელი, როდესაც ყველა გრაფიკა მაქსიმალურზე დაყენებული. ახლა გაჩვენებთ GTA 5-ის FPS. მარცხენა ზედა კუთხეში თქვენ დაინახავთ FPS-ის მაჩვენებელს, რომელიც დაახლოებით საშუალოდ 100 FPS აჩვენებს. მაშინ, როდესაც GTA 5 არის მაქსიმალურ გრაფიკებზე დაყენებული. მიადევნეთ თვალი. თქვენ ხედავთ Euro Truck Simulator 2-ის თამაშს. მარცხენა ზედა კუთხეში შესაბამისად მის FPS. თამაში არის მაქსიმალურ გრაფიკებზე. მადლობას გიხდით ვიდეოს ყურებისთვის. გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და დაალაიქოთ ვიდეო.